ზუსტად რასაც შვება ამ ხელისუფლებას ფეხებზე კიდე აფხაზები, ქართველებიც, აფხაზები მით უმეტეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც არ არის პირიქით, ბიზნესში სჭირდება აფხაზეთი კრიმინალური ანკლავის სახით. რატომ? ძალიან მარტივად, ესე ძალიან ტრივიალური ამბად გადაიქცა, ხო? დენი ისე უბრუნდები და ელექტროსკამზე საქართველოს, მაგრამ ამბავი ის მასშია, რომ ბიზნესში ელექტროსკამზეს ეხლა ძალიან სარისკო თამაშებშია. ენერგიას უკავშირდება ძირითადად, ხო? დენი, მას სჭირდება აფხაზეთი როგორც უკონტროლო ზონა. რატომ? იმიტომ რომ 90% ენგურის მიდის იქ, რომელიც არ უნდა მიდიოდეს. გამრიცხველიანება იქ არ არის. მეტიც აფხაზეთს არ ჭირდება ენგურის 90%. სულ 24 საათი დენი კონდეს ყველა აფხაზურ ოჯახს ჩართული და შეგახსენებთ რომ იქ დენი უფასოა, ნული ღირს, უფასო ქართველებო, თქვენთან რამდენი ღირს ესაც გაიხსენეთ აფხაზებს არ დენი უფასოდ და ამ ვითარებაში ხან ძალიან ბევრჯერ არ აქვთ, ეგეც არის. ხო და მაგაში არა. მიეწოდებათ ორჯერ მეტი დენი ვიდრე სჭირდებათ. და მაინც დენის დეფიციტია, ხო ისაოცრება. რატომ? იმიტომ რომ ეს დენი მიდის კრიპტოქარხნებზე. ფულის კეთების შესაძლებლობას, რაც ჰაერია. ვიღაცები მე ამ ფულს რიცხავენ თავის ანგარიშებზე. ვინ აკეთებს ამ ფულს? ორი მხარე. ვინც აკონტროლებს ოფიციალურად იმ ზონას, ეს არის რუსები და აფხაზ კრიმინალები და გალშია ეს კრიპტოქარხნები ჩალაგებული ძირითადში და გამოიჩენთ ვინ არის მეორე ნაწილი, ის ვინც წყვეტს რომ ენგურგეზიდან უნდა წავიდეს 90% იქ ნაცვლად 40-ისა. ეხლა ეს ვინ არის, იმედია არ ვიკითხავთ, რიტორიკული კითხვა ეს ბიძინა ივანიშვილია. აი ეს იპარება დენი ნულოვან ფასად. ჩვენ ამაში არც არ ვიღებთ. გარდა დანაკლისისა ჩვენ ენერგოსისტემაში. სამაგიეროდ იქ ასევე ნულოვან ფასად ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ფულს აი ამ ხალხთან ერთად ვინც მე დაგისახელეთ. იგივეს აკეთებს საქართველოში ოდნავ უფრო ძვირად, იმიტომ რომ ნუ ახლა დენის ფასს, საბაზო ფასს იხდის, გადასახადებს არ იხდის ოღონდ ეს კორუფცია, მეგობრებო, მარტო ის კი არა რომ